ქართული მუსიკოსების კონცერტი მეცოზე ფრანგული მუსიკალური არხის ეთერში რუსთაველის თეატრში გაზაფხულზე ჩაწერილი საღამო დღეს პირველად გადაიცა. ორსაათიან კონცერტში ელისო ბოლქვაძე, ანა ყიფიანი, ნინო გვეტაძე და საქართველოს სიმფონიეტა მონაწილეობდნენ. საღამოს მაესტრო ბენჟამენ ლევი დირიჟორობდა. პოპულარული ფრანგული არხის ეთერში ქართული პროექტი თუ მაღალი დონის მუსიკა გიყვართ, მეცოს პატივს აუცილებლად უნდა სცემდეთ. მით უფრო რომ ფრანგული მუსიკალური არხი დღეს ქართულ შემსრულებლებს დაეთმო. ელისო ბოლქვაძე, ანა ყიფიანი და ნინო გვეტაძე, ქართველი პიანისტები რუსთაველის თეატრი და საქართველოს სიმფონიეტა მთელი მსოფლიოს ფოკუსში 2 საათის განმავლობაში მოექცა. თუ მეცოს გარშემო ატეხილ აჟიოტაჟ და ციფრებს დაეჯერება, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართველი შემსრულებლების კონცერტს 45 ქვეყანა, მილიარდიანი აუდიტორია და მუსიკის მოყვარულთა ყველაზე პრეტენზიული ნაწილი უყურებდა. ეს კონცერტი ჩაიწერა საქართველოში, თბილისში, მონაწილეობდნენ ქართველი შემსრულებლები და ჩემთვის ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოება, ევროპის საზოგადოება გაიგებს, რომ აქაც ხდება რაღაც, აქაც არის კონცერტები, აქაც მიდის ფესტივალები და საკმაოდ კარგი კონცერტი იყო, არ მერიდება რომ თქვა და ძალიან მიხარია რომ გადაიცა მეცოს. კონცერტის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო ელისო ბოლქვაძე, პიანისტმა, რომელსაც მეცოსთან უკვე დიდი ხნის ურთიერთობა აქვს, ბეთჰოვენის პირველი საფორტეპიანო კონცერტი დაუკრა. ბახი, ბეთჰოვენი, შუმანი, ლისტი, მოცარტი, პროგრამა დიდი სახელებით იმ მაყურებლისთვის შეირჩა, ვისთვისაც კლასიკური მუსიკა ყოველთვის ფენომენალურს ნიშნავს. კონცერტს, რომელსაც თავის დროზე საქართველოში, უფრო კონკრეტულად კი რუსთაველის თეატრში ჩაიწერა, ბენჟამენ ლევი დირიჟორობდა. ცნობილ მუსიკოსებთან ერთად წარსდგა ანა ყიფიანი, პიანისტი, რომლის დებიუტი მეცოზე 2 წლის წინ პარიზული კონცერტით შედგა. ძალიან სასიამოვნო იყო ეს ფაქტი, ძალიან კარგად ჩაიარა რეპეტიციებმა, საერთოდ მუსიკოსისთვის ყოველი ახალი შეხვედრა და ახალ დირიჟორთან არის ძალიან სასიამოვნო ფაქტი. აქედან გამომდინარე ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე ამ კონცერტისგან. საქართველოს სიმფონიეტას შესრულებით აშღერდა ასევე არჩილ გიორგობიანის ნაწარმოებები ჩასაბერი ინსტრუმენტებისთვის აზარი. ეს ნაწარმოებები რომ უფრო მეც ნიშნავს ვიდრე უბრალოდ მუსიკა, მისი თემატიკაც ხატყოფს. ნაწარმოებები აფხაზეთის თემაზე ფრანგული არხის მრავალმილიონიანი აუდიტორიისთვის პირველად გახდა ცნობილი. ძალიან საინტერესო პროგრამა იყო. დავკარეთ ბეთჰოვენის საფორტეპიანო კონცერტი, ბეთჰოვენის სიმფონია, პირველად შესრულდა მოცარტის სამმაგი კონცერტი საიმფორტეპიანოსთვის, ასევე პირველად შესრულდა საქართველოში ახალგაზრდა ქართველი კომპოზიტორის არჩილ გიორგობიანის ნაწარმოები აზარი, რომელიც დაწერილია ჰობოის კლარნეტის ფაგოტისა და სიმებიანი ორკესტრისათვის და მე მგონი საკმაოდ დიდი პროგრამა იყო, მაგრამ საინტერესო. კონცერტი მეცოს არხზე სულ 60 ჯერ გადაიცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი შემსრულებლების შესახებ მსოფლიოს ზუსტად ამდენჯერ ალაპარაკდება.